ბოლო დროს ავათხო ეს რადიომართვადი ვერტიკალური აფრენისა და დაშვების თვითფრინავი, რომელიც მოდელის მასშტაბისთვის სტაბილურობასა და ეფექტურობაზეა მორგებული. მაგრამ ყოველთვის მინდოდა შემექნა მოდელი, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება და დაფრინავს, როგორც ნამდვილი სრულმასშტაბიანი WiiWarrior Osprey. სრულმასშტაბიანი Osprey ფაქტობრივად არის თვითფრინავი, რომლის თითოეულ ფრთის წვერზე ვერტმფრენია დამაგრებული, რაც მას აძლევს საჭირო მართვას ჰოვერის დროს. საბედნიეროდ გვაქვს ცდომა როგორც მოდელ ვერტმფრენებზე, ასევე მოდელ თვითფრინავებზე, ასე რომ ყველაფერი რაც გჭირდება არის ამ ორის გაერთიანება, ზუსტად ისე, როგორც ნამდვილი ვერსია. რამდენიმე ადამიანს წარსულში ეს უკვე გაუკეთებია, როდესაც ძლიერად გადააკეთეს მზა ვერტფრენის დიზაინები, რაც მართლაც შთამბეჭდავია, რადგან ვერტფრენის ყველა მექანიკური კომპონენტის ასეთ პატარა სივრცეში მოთავსება რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ ასეთ კონსტრუქციაში ჩადებულ შრომას, ვერტფრენის კომპონენტების ღირებულება და წონა ამ პროექტისთვის რთულად გასამართლებელია. ზოგიერთ პატარა მოდელს აქვს ეგრეთ წოდებული მოტყუების გადაწყვეტა, როდესაც ფუზელაჟის უკანა ნაწილში პატარა არხული ვენტილატორი აქვს დამალული. ისინი ხსნიან ვერტმფრენის როტორის თავების საჭიროებას წახრის კონტროლისთვის ჰოვერის დროს, მაგრამ ეს იდეალური არ არის, რადგან როცა მიწაზე დგას, ფუზელაჟში დიდი ხვრელი აშკარაა და ჰოვერის დროს ის ხმამავალ ყვირილის მსგავს ხმას გამოსცემს. ჩემი წინა VTOL თვითფრინავი ჰოვერის დროს წერტ საკონტროლო და ხრილს საკონტროლებ და ძრავების წინ და უკან გადახრით, რაც შესანიშნავად მუშაობს. მაგრამ ძალიან უცნაურად გამოჩნდება თუ დიდი Osprey-ის ძრავის ნასელები სწრაფად და ხშირად გადაიხრება წინ და უკან, ასე რომ აი ჩემი გეგმა. რამდენიმე წლის წინ მე ავაწყო ჩემი საკუთარი მოდელის ვერტფრენი, რომელსაც ჰქონდა სამგანზომილებიანი ბეჭდვით დამზადებული როტორის თავი და საინტერესო ელექტრონიკა. როტორის თავი ძალიან მარტივია და არ ჭირდებოდა ტრადიციული ვერტფრენის ყველა რთული დამაკავშირებელი მექანიზმი, რაც ამცირებდა წონასა და ხარჯებს. ის მუშაობს ისე, რომ თითოეული პირი მიმაგრებულია სახსარზე, რომელიც თავისუფლად მოძრაობს და მასზე არ არის მექანიკური ნაწილები მებიმის სამართავად. მაგრამ სახსრების კუთხის გამო, თუ პირი წინ და უკან ირწევა, პირის შეტევის კუთხე შეიცვლება. და ეს პირის დახრის კუთხე საპირისპირო პირზე უკუღმა. ეხლა, რადგან პირები თავისუფლად ბრუნავენ თითოეულ სახსარზე, პირის დახრის კუთხის კონტროლი ხდება ძრავის სიჩქარის შეცვლით. მაგალითად, თუ ძრავი ამ მიმართულებით მუშაობს და ბრუნვის სიხშირეს ზრდას, ორივე პირი ოდნავ ჩამორჩება, რის შედეგადაც ერთ მხარეს მაღალი შეტევის კუთხე წარმოიქმნება, ხოლო მეორე მხარეს დაბალი შეტევის კუთხე. ეს ასევე მოხდებოდა თუ სწრაფად დავამოხვიჭერდით ძრავს, მაგრამ პირის დახრის კუთხის ცვლილება საპირისპირო იქნებოდა. ეხლა სირთულე მაშინ ჩნდება, როცა ვაცნობიერეთ, რომ ვერტმფრენი ყოველ ბრუნვაზე არეგულირებს პირის დახრის კუთხეს. თქვათ, ერთ მხარეს მეტი ამწეობა გვინდა, ხოლო მეორეზე ნაკლები. ძრავბრუნვის ნახევარზე უნდა აჩქარდეს, ხოლო მეორე ნახევარზე შენელდეს, რის შედეგადაც პირები წინ და უკან ირწევიან, რაც შეიძლება წამში რამდენჯერმე მოხდეს. ამ ძრავის მართვას ვახერხებთ ისე, რომ ძრავის კუთხეს ზღვის კუთხეს ზომალთ მაგნიტური ენკოდერის საშუალებით, რომელიც ძრავის ღერძის ქვედა ნაწილზეა მიმაგრებული. შემდეგ კოდის საშუალებით სასურველი დახრის მნიშვნელობას ვამრავლებთ ძრავის კუთხის სინუსზე, რაც გაზის გამომავალზე სინუსურ ტალღას ქმნის. როდესაც როტორის თავი მიმაგრებულია, აშკარად ჩანს, რომ პირის დახრის კუთხე ერთ მხარეს უფრო დიდია ვიდრე მეორეზე. ეხლა, როცა წინა ვერტფრენი ავაწყო, რამდენჯერმე დავამტრია, სანამ მუშაობას დავაწყებინებდი, მაგრამ ამ პროექტში მირჩევნია საერთოდ არ დაინტვრეს. ამიტომ ავაწყო სატესტო მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევს ძრავს და როტორის თავს ერთ ღერძზე მობრუნდნენ და ჯერჯერობით კარგად მუშაობს. განსაკუთრებით ნელი მოძრაობისას. აშკარად ჩანს, რომ ფრთები ერთ მხარეს უფრო დიდ შეტევის კუთხეს ქმნიან ვიდრე მეორეზე, მაგრამ ამ მოწყობილობაში რაღაც აკლია. ნამდვილი Osprey-ის თითოეულ როტორზე 3 ფრთა აქვს, არა 2. ამიტომ სამგანზომილებიანი პრინტერით დავბეჭდე სამფრთიანი როტორის თავი. 2 ფრთა იგივე სახსვის კუთხით, ხოლო დარჩენილი ფრთა საპირისპირო სახსვის კუთხით. ეს არის სატესტო მოწყობილობის უპირატესობა, რადგან შემიძლია ეს ყველაფერი შედეგების გარეშე გამოცადო. მაგრამ გასაკვირად, სამფრთიანი როტორის თავი ისეთივე კარგად მუშაობს. ნელი მოძრაობის კადრებიდან ხანდახან მართლა ჩანს, რომ ფრთები შუა წერტილზე გასვლისას არასწორ კუთხეშია, მაგრამ ბრუნვის უმეტეს ნაწილში ფრთები სწორ კუთხეზე მუშაობს, რის შედეგადაც ბერკეტი მარცხნივ იხრება. შემდეგი ნაბიჯია სატესტო მოწყობილობის მოდიფიცირება, რომ ნახოთ როგორ გააკონტროლებს ეს როტორი თვითფრინავის ტანგაჟის ღერძს ჰოვერზე ყოფნისას. ეს კეთდება ისე, რომ ატყობენ აქსელერომეტრს და გიროსკოპს მკლავზე და აკვირდებიან, რამდენად ზუსტია მოძრაობა. შემდეგ შეგვიძლია დავამატოთ წონები მკლავებზე, რომ გავზარდოთ ინერცია და უფრო რეალურად მიუახლოვდეთ Osprey-ის დიდი ფიუზელაჟის სიმულის სიმულაციას, რომელიც წინ და უკან ტრიალებს. მიუხედავად იმისა, რომ დამატებული ინერციით როგორც ჩანს კონტროლის კარგი შესაძლებლობა აქვს, მელმოძრაობაში აშკარად ჩანს, რომ ეს მსუბუქი პლასტმასის ვერტფრენის პირები ცოტათი უჭირთ. ამიტომ შევუკვეთე პირები, რომლებიც ზომით მსგავსია, მაგრამ უფრო აერობატული ვერტფრენისთვისაა განკუთვნილი, რაც ნიშნავს, რომ ისინი ბევრად უფრო მყარია.
ამან როტორის თავს ბევრად მეტი კონტროლი მისცა, მაგრამ ზოგჯერ როცა ერთ კომპონენტს აძლიერებ, სხვა კომპონენტი შეიძლება გამოვარდეს მწყობრიდან. ეს შეიძლება ცოტა პრობლემად იქცეს. უი. შემდეგ როტორის თავის კერა ალუმინისგან გადაჭრისთვის გადავაკეთე. ასევე გავამაგრე როტორის სახსრები, რომ თავიდან ავიცილოთ ესეთი კატასტროფული მარცხი. და ახლა არა მხოლოდ როტორის თავი ნაკლებად სავარაუდოა, რომ აფეთქდეს, არამედ როგორც ჩანს უკეთესადაც მუშაობს. ასე რომ ფაქტობრივად ავაგეთ ერთ-ერთი ესეთი რადიომართვადი ვერტფრენი, გაცილებით ნაკლებ ფასად და სირთულით, თანაც წონაც დავზოგეთ. მანამდე სანამ თვითმფრინავის მასშტაბურ ნაწილებს ავაგებ, რაც მას ნამდვილ ოსპრეის დაამსგავსებს, პირველ რიგში საჭიროა ავაგოთ შიდა სტრუქტურული ჩარჩო. და როგორც ჩემს წინა ვერტიკალური აფრენის თვითმფრინავში, აქაც გამოვიყენებ მინის ბოჭკოვანი პლასტმასის ფურცლებს, რადგან მათგან საჭირო ნაწილების ამოჭრა მარტივია. და შემდეგ ეს ნაწილები ერთმანეთს სამგანზომილებიანი ბეჭდვით დამზადებული სამაგრებით ებმება. ამ პროექტისთვის ავირჩიე 2 მმ-ის სისქის ფურცლები, რადგან ჩარჩო საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს. ეს საშუალებას მაძლევს მაქსიმალურად შევამცირო საბოლოო ფიუზელაჟზე დატვირთვა და იმედი მაქვს წონაც მინიმალური იქნება. შემდეგი ნაბიჯია ძრავის სამაგრებისა და დახრის მექანიზმების აწყობა, რომლებიც შედგება მინის ბოჭკოვანი ფურცლებისა და დიდი სერვოსგან, რათა ძრავი გადასვლისთვის გადაიხრას. შემდეგ ეს ფრთის ლონჟერონზე მაგრდება მარტივი ხახუნის მეშვეობით, ხოლო სერვო ძრავის დახრას პატარა ბიძგის ღერით აკონტროლებს. ისევე როგორც ჩემს წინა ვითოულ თვითმფრინავში ვიყენებ Arduino-ზე დაფუძნებულ ფრენის კონტროლერს, რომელიც მუშაობს სპეციალურად დაწერილი Dreamflight-ის კოდით. 4-ხიათიანი ძრავის კონტროლერისა და სტანდარტული RC 5-ვოლტიანი რეგულატორის გამოყენებით, სერვოების დასამუხტად, შემდეგ უკვე დრო იყო ძრავის სადენების დასადნობად და სერვოების შეერთებისთვის. ტესტირებამდე ყველაფერი ისე მუშაობდა, როგორც საჭირო იყო. შემდეგ როტორის თავი ერთ-ერთ ძრავზე დავამაგრე და თვითმფრინავი მაგიდაზე დავაფიქსირე მძიმეების დახმარებით. ასე რომ შეგვიძლია ვნახოთ, მუშაობს თუ არა როტორის თავი ისე, როგორც სატესტო მოწყობილობაზე მუშაობდა. და როგორც ჩანს, ის ცდილობს აპარატი წინ და უკან გადახაროს, ასე რომ დროა ნამდვილი სატესტო ფრენა ჩავატაროთ. სრულიად ის არ გამოვიდა, რასაც ველოდი, მაგრამ ცოტა დაყენების შემდეგ რაღაც იმედის მომცემი გამოჩნდა. და ახლა რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიეთ. ძირითადად რაც ხდება არის ის, რომ ფრენის კონტროლერი ითიშება, რის გამოც ყველაფერი თავიდან იწყებს მუშაობას, მაგრამ ეს შემთხვევით ხდება, ამიტომ ზუსტად ვერ ვიგებ რა არის მიზეზი. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო 3-ვოლტიანი რეგულატორი ფრენის კონტროლერის დაფაზე, რაც თერმული კამერით აშკარად გამოჩნდა. ამის გამოსასწორებლად დავამატე გარე ძაბვის რეგულატორი და პრობლემა მოგვარდა. მაგრამ შემდეგ შემნიშნე უცნაური ვიბრაცია, რომელიც მოულოდნელად ჩნდებოდა და იმდენად ძლიერდებოდა, რომ საფრენი აპარატი უცებ ჰაერიდან ვარდებოდა. ჩემი თეორია იყო, რომ პირების ბრუნვის სიხშირე ემთხვეოდა ფრთის შტრიხის რეზონანსულ სიხშირეს, ამიტომ დავამატე ნეილონის ძაფი, რომ ჩარჩო გამემაგრებინა. მაგრამ სამწუხაროდ ეს დიდად არ დამეხმარა. შემდეგ დავამატე დამატებითი ნახშირბადის ბოჭკოვანი საყრდენები, რამაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოიწვია. და ბოლოს შეძლო მიწიდან აფრენა და ჰოვერში გადასვლა. თუმცა აშკარა იყო, რომ ვიბრაციები ისევ არსებობდა. სადე როტორის თავისა და პირების მაქსიმალურად დაბალანსება, რამაც მცირე განსხვავება ნამდვილად გამოიწვია, მაგრამ პრობლემა ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამქრალა. მერე ვიფიქრე, რომ ძრავის სამაგრები იხრება, ან სახსრებში არის თავისუფლება. ამიტომ სამგანზომილებიანი პრინტერით დავბეჭდე ეს ბევრად მოკლე და ძლიერი ძრავის სამაგრები, რომლებიც პირდაპირ ფრთის ღერძზე მაგრდება. ეს კი ნიშნავს, რომ მას აღარ ექნება შენი მართვის შესაძლებლობა, მაგრამ თუ შეძლებს ჰოვერზე დარჩენას, მაშინ მეცოდინება რა იყო პრობლემა. მარჯვენა მხარეს ბრუნვის მიუხედავად, რაც გამოწვეულია იავის კონტროლის არქონით, ეს ვიბრაციები თითქოს მთლიანად გაქრა. ამიტომ ხელით გადავატრიალე ძრავის სამაგრები, რომ rotation-ის გაუქმება მომეხდინა. და ბოლოს რაღაცას ვახცევთ. ბრუნვის მართვა სამგანზომილებიანი ბეჭდვით დამზადებული როტორის თავებით საოცრად კარგად მუშაობს და ძრავები მშვენივრად გრილდება. ეხლა მას მხოლოდ უფრო ძლიერი ფრთის ღერძი და მთლიანად გადაკეთებული ძრავის დახრის მექანიზმი სჭირდება. ეს შეიძლება წინა დიზაინს გავდეს, მაგრამ მას რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს. ყველაზე თვალსაჩინოა ახალი ჰერინგბონის გადაცემათა სისტემა ძრავის დასახრავად, რომელიც ძველი ბიძგის ღებზის ლაფსუს აშორებს. ასევე ეს IAPI სერვოები ყველაზე ზუსტი არ არის, მაგრამ დაახლოებით 100 გრადუსის მოძრაობის დიაპაზონი აქვთ. ამიტომ გადაცემათა თანაფარდობა 3 Hz-ია, რადგან ჩვენ გვჭირდება, რომ დახრის მექანიზმი მხოლოდ დაახლოებით 100 გრადუსით დაიხაროს. საკეცის შიგნით თავისუფლების მოსაშორებლად მე ავირჩიე 3 პატარა საკისარი, რომლებიც შეიძლება დაჭიმდეს ღერძზე მორგებისთვის, რაც არა მხოლოდ უფრო მსუბუქია, ვიდრე ერთი დიდი საკისარი.
მაგრამ ასევე ეს ღერძები ზუსტად დამუშავებული არ არის, ამიტომ დიდი საკისრის მორგება თითქმის შეუძლებელი იყო. ამ ჩარჩოს ამ ნაწილში ჯერ კიდევ არის გარკვეული მოქნილობა, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია მაშინ, როცა მიწაზეა და ძრავები წინ და უკან მოძრაობენ. ასე რომ შეიძლება მოგვიანებით გავამაგრო, მაგრამ ეხლა დროა კიდევ ერთი სატესტო ფრენისთვის. ბოლოს და ბოლოს ის დაფრინავს ფრთის ლონჟერონზე დამატებითი გამაგრების გარეშე და ძრავის სრული დახრის მექანიზმებით და გასაოცარია, საკმაოდ სტაბილურად გრძნობს თავს მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქარია. ის საკმაოდ მანევრირებადიცაა, მაგრამ ვიბრაციების შესამცირებლად დავადე ლიმიტი, თუ რამდენად შეუძლია ფრენის კონტროლერს ძრავის სიჩქარეების შეცვლა. ამიტომ უკიდურეს საკონტროლო სიტუაციებში ან ძლიერი ქარის დროს მას უჭირს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაბრუნება. ამის მიუხედავად ალბათ არ ვაპირებ ძალიან ექსტრემალურ ჰოვერინგის მანევრებს. როგორც კი დიდი ფიუზელაჟი იქნება აწყობილი, ფიუზელაჟზე რომ საუბრობ, მას შემდეგ ვიდეოში ავაწყობ საინტერესო სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნიკების გამოყენებით. ზუსტად ისე როგორც წინა VTOL ვიდეოში სამგანზომილებიანი ბეჭდვით ფრთა ავაწვე. ასე რომ, დარჩით ჩვენთან ამისთვის. ეხლა როგორც წარმოიდგენთ, ეს თვითმფრინავი იდეალურად უნდა იყოს დაბალანსებული, რათა ძრავები არ გახურდეს. დიდი მადლობა ამ ვიდეოს ყურებისთვის და მეორე ნაწილში შევხვდებით. ნახვამდის.